სალომე ზურაბიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ეხმაურება. თეა წულუკიანის თქმით, ზურაბიშვილი ამ დრომდე ვერ ეგუება, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ვიზიტებს აგრძელებს. მისივე განცხადებით, მაკრონი ფრანგულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ხვდება მას, ვინც მისივე ქვეყნის წარმომადგენელია და ესაუბრება როგორც კოლეგას. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა Facebook გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა. ამ დრომდე უცნობია, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა შეხვედრაზე. ბატონი მაკრონი თავისუფალია, ვისაც უნდა იმას შეხვდეს, ის წარმოადგენს ფრანგ ხალხს და ფრანგულ სახელმწიფოს და როგორც ჩანს, ის თვლის, რომ საჭიროა საქართველოსთან გადარჩეული საფრანგეთის შვილი, რომელიც გახლავთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მიიღოს, გაესაუბროს მას როგორც ყოფილ კოლეგას. მე არ მგონია, რომ ბატონ მაკრონს იგივე სტრატეგია ჰქონდეს, რაც ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას აქვს, რომ მაინდა-მაინც გადარჩეული და უფლებამოსილება ამოწურული პრეზიდენტი აგრძელებდეს თვითმარქვიობას და პრეზიდენტობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კოლეგიური ჟესტი მისი მხრიდან და არა მტრული ნაბიჯი გადადგმული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.